ბავშვობაში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? პირველ რიგში მესწავლა, ბევრი მესწავლა და ჩემი სურვილები ამეხდინა რა, უფრო ახალგაზრდობაში. მე მას ხო, დავბერდი მე და ახლა ახალგაზრდა. გეხა სულიერად, თორე ასაკეთი ხა ყველა ხო არა. თუ საიდუმლო არის, რამდენი წლის ხართ, იმიტომ რომ მგონი რომ ძალიან ახალგაზრდა ხარ, ჯერ კიდევ თქვენი სურვილების ასახდენა. ხვალზე ხო არავინ არ იცის რა მოხდება თორე 18 წლის ვარ. ჯერ 18-ის? ბავშვობაში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? არ წახვიდე. ხატო არ აირჩია. რატო? ღამეებს ვათანებ ახლა სამხატვრო აკადემიის გამო და ძალიან ბევრი გამოცდებიერი და სხვა რამე პროფესია ჯობდა აგერჩია. მაგრამ ალბათ ყველა პროფესია თავის მხრივ საკმაოდ შრომატევადია. ძალიან და ხელოვნური ინტელექტი უკვე რაღაცეებში ანსრებს, მაგრამ დედავარ. მაგრამ ხო, ვეტყოდი ჩემ თავს რომ არ წახვიდე და ჩი. ბავშვობაში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? ალბათ ვეტყოდი რომ ჩემი თავის რომ ჯეროდეს უფრო. რაიმეს თუ შეცვლი და ეს რჩევა თქვენ ცხოვრებაში? კი. თამარ შეცვლი და ჩემი. მაინც რას? უფრო ჩაკეტილი არ ვიქნებოდი. და უფრო მეტი შესაძლებლობა მექნებოდა ჩემი თავის გამოჩენის. ვეტყოდი რომ სუჯეროდეს თავისი თავის, ყველაფერს მიაღწევს რაც უნდა და არასდროს არ დაიხიოს უკან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ბავშვობაში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ურჩევდით საკუთარ თავს? ალბათ უფრო პროორიენტირებული რო ყოფილიყავი სწავლაზე. ალბათ. კი. მაგრამ გვიანი არასდროს არ არის. გვიან არასდროს არ არის, კი. სწავლეს და უთმობდი უფრო მეტ დროს რა და საკუთარი თავის განვითარებაში უფრო ხელს შეუწყობდი. მაგრამ სწავლა არასდროს არ არის გვიანი. კი, მაგრამ ეხლა უკვე დროც აღარ მაქვს სამაგისტრო დრო ვისწავლო. რატო? შრომ. ბავშვობაში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? არ ვიცი, ალბათ მოდი გადაიფიქრე და აუდიოვიზუალზე აღარ ჩააბარო, რეჟისორობა არ გამოგივა. რატო არ გამოგივა? არ ვიცი, საქართველოში ალბათ რავი, ფინანსებიდან გამომდინარე შეუძლებელია, რომ კარგი ხელოვანი ან კიდე კარგი არა, უბრალოდ იდეის განხორციელება არის შეუძლებელი, ყველაფერი ზედმეტად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მე მჯერა რომ აუცილებლად მიუხედავად ამ სირთულეებისა მიაღწევთ თქვენ მიზანს. იმედი მაქვს მეც. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბავშვობაში დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? მეტად რომ მიყვარდეს ის საქმე, რაშიც უფრო რას ახლა ხარ? ის ინტერესი მაქვს. და რა საქმიანობაზეა საუბარი? სპორტზე. სპორტი? რომელ სპორტს მისდევ? ფეხბურთს. უფრო დიდ დროს დაუთმობდი ალბათ. მაგას ვეტყოდი. ახლა დაუთმეთ. ცოტა გვიანი შეიძლება იყოს რა. რატო? ნავი დიდი ასაკის მოჩი. რამდენი წლის ხარ თუ საიდუმლო არის? 24. უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ეტყოდით საკუთარ თავს? ალბათ მომავალში როგორი ვიქნებოდი მაგას. ალბათ ბავშვობაში რომ ეხლა გეთქვათ რომ ესეთი ვარ არ გამისწორდებოდა, მაგრამ რომ გავიზრდებოდი და რომ დავინახავდი რომ ესეთი ხდები, ალბათ ეგ გამისწორდებოდა რა, რომ მაგას ხდები რომ ესეთი ხდები რა. ბავშვობაში უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, რას ურჩევდით საკუთარ თავს? ან რას ეტყოდით? დაბრუნება არარეალურია, მაგრამ თუ ეს ბუნებისნება, დავაკეთებდი ის რაც გავიარე. ესე იგი იგივე გზას გაივლიდით, რაც მომწონს რაც გავიარე ძალიან. და არანაირ რჩევას არ მისცემდით საკუთარ თავს. მე წარსული რაც იყო ეს ადამიანი იგონებს აწმოთი ცხოვრობ მე და თქვენ ახლა აწმოთი ვართ, მაგრამ არავინ არ იცის ხვალ რა იქნება. რჩევას მომავალი მოგცემს მე მგონი.